საღამომშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ევროპულ არჩევანს. დღევანდელი გადაცემის თემაა მდგომარეობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში, რა კეთდება საქართველოში დეცენტრალიზაციის კუთხით. რა უფლებამოსილება აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობებს და წყდება თუ არა ყველაფერი ცენტრალიზებულად. რეგიონალიზმისა და რეგიონული განვითარების ტენდენციები საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობა, არჩევნების გავლენა ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკაზე, რეგიონული განვითარების საკითხები. დღეს დისკუსია ევროპული არჩევანის სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. საღამომშვიდობისა ყველას მოგესალმებით, ეთერშია ევროპული არჩევანი და დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა არის ადგილობრივი თვითმმართველობა და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან უпростоრად ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე არასამთავრობო სექტორი, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე იქნება დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირველ შეკითხვას დაუსვამ ბატონ გიორგი ახვლედიანს, ოპოზიციის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტიდან. ბატონ გიორგი, თქვენი აზრით არის თუ არა დღეს მმართველი კლასისთვის პრიორიტეტული და იმ გუნდისთვის, რომელიც სახელმწიფოს მართავს, პრიორიტეტული ადგილობრივი თვითმმართველობა? მოგესალმებით, დიდი მადლობა მონაწილეობის საშუალების მოცემისთვის. უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება თვითმმართველობის დღევანდელ მდგომარეობას, ძალიან რთულია ისაუბრო დღევანდელ ვითარებაში გამართულ თვითმმართველობაზე, სუბსიდიარობის პრინციპზე, იმაზე, რომ ადგილზე თვითმმართველობის რეგიონში, რაიონში, სოფლის დონეზე რაიმე ინიციატივის მიღების, გატარების, განხორციელების საშუალება გქონდეთ ადგილობრივ მმართველებს. ძირითადად ჩვენს ქვეყანაში არის სერიოზული ცენტრალიზაცია და ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი ამ მიმართულებით თვითმმართველობის თვალსაჩინით. მაგალითად, მინიმუმის არის გასაკეთებელი, რომ ყველა თვითმმართველ ქალაქში უნდა არჩეული იყოს მერი და თუ რატომ არ არის ეს ამაზე კონკრეტული გამართული პასუხი სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენ ხელისუფლებისგან ვერ მოგვისმენია, რატომ შეიძლება იყოს მარტო თბილისში არჩეული მერი და არ იყოს ქუთაისში, არ იყოს ბათუმში, არ იყოს რუსთავში, სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია და აუხსნელი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ძალიან სერიოზული პრობლემად დგას თუნდაც იგივე რეალობა, რაც დღეს ჩვენ სოფლების დონეზე გვაქვს, სადაც თვითმმართველობა გაუქმებულია და არ არსებობს და სოფლის რწმუნებული, რომელიც თემის რწმუნებული, ასე ვთქვათ, ინიშნება გამგებლის მხრიდან და სერიოზული პრობლემები სხვათა შორის ამ მიმართულებით იქნება სწორედ იმ თანხების გარკარგვის დროს, რომელსაც ქვია სოფლის პროექტით გამოყოფილი დღეს 50 მილიონი მაგალითად. რომელთა მიმართებაში ეს თანხები ძირითადად და ეს ყველამ კარგად იცის, რომ იხარჯება არა იმ პრიორიტეტებით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს, არამედ იმ პრიორიტეტებით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თქვენ სოფლის დახმარების პროგრამაზე საუბრობთ. ეს არის ალბათ ერთადერთი თანხა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულად ჩაითვალოს რაღაც გარკვეული ფორმით, კვაზი, მაგრამ მაინც ფორმით სოფლის ბიუჯეტის თანხა. სხვა სოფლის ბიუჯეტი არ აქვს, შესაბამისად იქ სხვა თვითმმართველობა, სრული თვითმმართველობა ვერ ჩამოყალიბდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ბატონ გიორგი მუშაობდი და იქ სოფლის გარკვეული კრებები ტარდება, მე როგორც ვიცი და სოფლის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად წყდება, თქვა რა უნდა გაკეთდეს. ეს ასე უნდა ხდებოდეს და ინფრასტრუქტურის მინისტრის განკარგულების საფუძველზე ეს ასეც უნდა ხდებოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სოფლის კრებამ უნდა გადაწყვიტოს ამ შემთხვევაში ის პრიორიტეტი თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ის თანხა. სამწუხაროდ არის რეგიონები, სადაც მეტნაკლებად წარმატებულად ხორციელდება ეს, თუმცა ეს რეგიონები ძალიან დიდ უმცირესობაში არიან საერთო მაჩვენებელთან. ჩვენ გვაქვს მონიტორინგის შედეგები, როგორც 2010-2011 წლის ხარჯვის ამ თანხებთან დაკავშირებით, სავალალო შედეგები გვაქვს იმ თვალსაჩინით, რომ ჩვენ ჩავიდეთ ნებისმიერ შემთხვევით შერჩევით სოფელში შემოდგომაზე, სოფლის მოსახლეობის 90% გვეტყვის, რომ მათ არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ კრებაში, არანაირი კითხვა მათთვის არ დაუსვამთ, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა და ასე შემდეგ. გასაგებია. თუ სოფელში, თუ თემის დონეზე იქნება არჩეული რწმუნებული, რომელსაც საზოგადოება აირჩევს, რომელიც იქნება ორიენტირებული მოსახლეობის ინტერესის გატარებაზე და არა პირველ რიგში გამგებლის გულის მოგებაზე. მერწმუნეთ ამ მიმართულებით იგივე სოფლის პროექტის გამოყოფის მივცეთ საშუალება ბატონი ვახტანგ ბალავაძე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე არის ასევე დღევანდელ გადაცემაში თქვენი ოპონენტი. ბატონო ვახტანგ, ძირითადი პრეტენზია არა მარტო ბატონი გიორგის, არამედ ზოგადად ოპოზიციის არის ის, რომ ყველაფერი ხდება და წყდება ცენტრალიზებულად და ადგილობრივ თვითმმართველობებს რეალური ძალაუფლება არ აქვთ რეგიონებში. მოგესალმებით, მივესალმები თქვენ სტუმრებს, მივესალმები ჩვენს მაყურებლებს. რთული არის ამ თემაზე ლაპარაკი, იქიდან გამომდის საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კარგი იქნებოდა სამ ამ თემაზე
ოპონირებას დავიწყებდით, ან რაღაც ჩვენ მოსაზრებას ვიტყოდით, ჩვენს ორგანულ კანონს რო ჩავხედოთ კარგად და ვნახოთ რა უფლებამოსილებები გააჩნია ჩვენს მუნიციპალიტეტებს. ეს ერთი. რაც შეეხება დამოუკიდებლობას, მათ არ დამოუკიდებლობას, კანონში არის ძალიან ნათლად ყველაფერი გაწერილი. აქამდე ძალიან დიდი გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო შემიძლია თქვა სრულფასოვანი თვითმმართველობა და ადგილობრივი მმართველობა, ესე რომ ვთქვა. ძალიან ბევრი, იმიტომ რომ მე შემიძლია გაგახსენოთ, როდესაც გამგებელი ინიშნებოდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, მე შემდგომი უკვე იყო მოდელი იყო, როდესაც საკრებულო აცხადებდა გარკვეულ ასე ვთქვათ ვაკანსიას, იყო კონკურსი ტარდებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ეს მოდელი, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოსთან შეთანხმებით ნიშნავს გამგებელს. ანუ რას ნიშნავს ეს? მთავარი პოლიტიკური პირი მუნიციპალიტეტში და არა რაიონში გახლავთ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც არის არჩეული ადამიანი. თქვენ იცით, რომ საკრებულოს წევრები ირჩევიან, თითქოს არის ასე ვთქვათ შერეული, არის სიით და არის მაჟორიტარული წესით და მას შემდგომ უკვე ეს კოლექტიური ორგანო ირჩევს თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტის, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტს, რომელიც გამოცემს ძინირთად ასე ვთქვათ ყველა დოკუმენტს და რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტს. გამგეობა არის ამ შემთხვევაში ის ორგანო, რომელიც აღასრულებს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს საკრებულო. ესეც შეუძლიათ ნახონ კანონში რა იყო წინა ვერსია, რა არის ახლა. ამის გარდა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა თვითონ კონსტიტუციაშიც, მას შემდგომ რაც კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ გაჩნდა ახალი თავი საერთოდ კონსტიტუციაში, რომელიც უზრუნველყოფს ძირითად სამართლებრივ საფუძვლებს თვითმმართველობის და ადგილობრივი ხელისუფლების. ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდა ასეთი შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტს უკვე 2013 წლიდან წამოქმედება კონსტიტუცია, ძირითადი ნაწილი მუნიციპალიტეტებს ეძლებათ შესაძლებლობა, თუ ისინი ჩათვლიან, რომ მათი კონსტიტუციური უფლება, ძირითადი უფლებები შეილახან პარლამენტის მიერ ან ნებისმიერი ახალი კანონის მიღებისას, მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ ეს სასამართლოში. ამის გარდა ძალიან ბევრი ცვლილებები შევიდა თვითონ ორგანულ კანონში, ჩვენ ამაზეც გვექნება შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ. რაც შეეხება თვითონ აქ იყო, ჩვენ გვაქვს შეიძლება ითქვას ახლა ამ ეტაპზე ერთდონიანი მმართველობა, ჩვენ გვაქვს მუნიციპალიტეტები და გვაქვს ცენტრალური ხელისუფლება. თანამედროვედ არის რეგიონალური რეგიონები გაგვაჩნია, რომელსაც ასე ვთქვათ ისტორიულ, კულტურული მნიშვნელობა აქვს და რეგიონის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილზე და მისი კომპეტენციებიც ამის მიხედვით არის გაწერილი. ეხლა რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ოპონენტი საუბრობდა, ეს არის სოფლის დახმარების პროგრამა. და საუბარი იყო იმაზე, რომ ამ სოფლის დახმარების პროგრამით, ასე ვთქვათ, თვითონ მოსახლეობა არჩევს. ძირითადი აზრი ამ ყველაფრის და რატომაც ეს პროგრამა არსებობს და ეს პროგრამა არსებობს იცით რომ ხელისუფლების ინიციატივით თავიდან ვთქვათ გარკვეული თანხა იყო გამოყოფილი მე 40 მილიონზე გაიზარდა წელს მოხდა რომ 50 ანუ 10 მილიონი გაგვიზარდა თორე ჩვენ თვლით რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის როდესაც სოფლებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გარდა იმისა რაც საკეთებს ხელისუფლება პროექტები რომელიც ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან პროექტები რომელიც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასე ვთქვათ, სოფელს კონდეს შესაძლებლობა, რომ პირველადი მათი საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილება. ამოცანაც ეს არის, მაშინ აზრი არა აქვს ასეთი, ასე ვთქვათ, პროგრამის არსებობას. მას შეგვეძლო ეს ფული ჩაგვედო ბიუჯეტში და განკარგავდა თვითონ ან ადგილობრივი ხელისუფლება, ან ცენტრალური ხელისუფლება. რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლება, როგორ განკარგავს, ხო? ეს არის კოლექტიური ორგანო და ბიუჯეტს ამტკიცებს შესაბამისად საკრებულო. თავისთავად ადრე იყო რომ გამგებელი ასე ვთქვათ წარადგენდა ბევრი რამ შეიცვალა ამ კუთხით დღესდღეობით მაგალითად ბიუჯეტზე თუ საუბრობთ რომ გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარე წარუდგენს უკვე საკრებულოს დასამტკიცებლად ანუ გამგებელი არის ვინც ეხმარება მესამ თავარი ერთს ვიტყვი და ძალიან მოკლედ და დავასრულებ თქვენის ნებართვით თქვენ შეგიძლია ნახოთ ამოიღეთ თუ რა სახის პროგრამები ხორციელდება და მე ძალიან ნათელი იქნება იმაზე მსჯელობა რომ ვინ იღებს გადაწყვეტილებას. ხა როდესაც გადაწყვეტილი ეს ფული იხარჯება იმაზე რომ გაკეთდეს თქვა სასაფლაოს ღობეები. იმისთვის რომ სიტყვაზე მომავ იყიდონ ჭურჭელი თქვა ჭირისთვის თუ ხინისთვის. და ასეთი ძალიან ბევრი პროექტები რომელშიც დაიხარჯა ფული. ძალიან ბევრი არის პროექტები სადაც თანადაფინანსებას უწევს თვითონ მუნიციპალიტეტი. ანუ არ ყოფნით რაღაცისთვის და მუნიციპალიტეტიც შესაბამისად შედის და თანამონაწილეობს. მესმის ბატონ დავით ლოსაბერიძეს ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის კარტის ექსპერტთა ჯგუფის წევრ საქართველოსთან მინდა დაუსვა შეკითხვა ბატონ დავით. თქვენ რა ძირითად ხარვეზებს ხედავთ, რაც აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას დღეს საქართველოში? რა საკითხებს გამოყოფთ უპირველეს ყოვლისა? პირველის ყოვლისა მოგესალმებით. რაც შეეხება ხარვეზებს, ახლა ხარვეზები გააჩნია ყველა სისტემას ბუნებრივია, ჩვენ გვაწუხებს ჩვენი მდგომარეობა. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაზედაც შეიძლება ვისაუბროთ, ეს არის
როგორც არ უნდა ვამართლოთ გადაჭარბებული ცენტრალიზაციის ძლიერი ტენდენციები საქართველოში. ხა ამას თავისი მიზეზი აქვს, თუ მაინც და მაინც დავიწყებთ საუბარს, ჯერ ერთი მსოფლიო ისტორიიდან არც ერთი პოსტრევოლუციური ხელისუფლება არ არის დეცენტრალიზაციის მომხრე, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, იმიტომ საჭიროა სწრაფი რეფორმები, ახლა ჩვენ ხშირად გვსმენია ეს და არ არის დრო, რომ თქვათ ძალაუფლების განაწილება მოხდეს, რეფორმები ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და ამის შემდგომ შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ თქვათ რაღაც უფლებების გაფართოებას. დეცენტრალიზაცია რეფორმებს ხელს უშლის. ისეთ გვაქვს დრო რომ ვისაუბროთ და ყველას აზრი მოვისმინოთ. მე ვიცი რაც არის გასაკეთებელი და მე ამას ვაკეთებ. ახლა სწორი ვარ არა ვარ სწორი ამას ბუნებრივია მომავალი დაგვანახავს, მაგრამ ფაქტია რომ თქვათ მე ვიღებ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას. რაც შეეხება თქვათ იგივე ადგილობრივ დაფინანსებას, სოფლის დახმარების პროგრამა თავისთავად თავისი არსით ასევე ცენტრალიზაციის ნიმუშად გამოდგება, იმიტომ რომ ეს არის ცენტრალური ბიუჯეტიდან წასული თანხები, არ არის ცუდი ნამდვილად, იმიტომ რომ რაც მეტი იქნება უკეთესია და სოფლებში რაც გაკეთდება, მაგრამ ეს არის ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ სწორედ ცენტრი კურირებს ცენტრალური ხელისუფლება კურირებს ამ საქმიანობების განხორციელებას. შემდეგი საკითხი ვთქვათ, ადგილობრივ ბიუჯეტებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, საუბარი იმაზე, რომ ვთქვათ, ბიუჯეტები ადგილობრივი მცირეა, ნამდვილად არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ვთქვათ, იგი 2002-3 წლებთან შედარებით რამდენჯერმე გაიზარდა თვითმმართველობის ბიუჯეტები, უკვე 2 მილიარდს უკაკუნებს, ასე ვთქვათ, 200 მილიონიდან ფაქტობრივად გაატკეცდა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ საკუთარ საგადასახადო შემოსავლების წილის შემცირებაზე ეს ერთი და ტრანსფერებზე არის ერთად დამოკიდებული, გრანტებზეა დამოკიდებული, გამოთანაბრებებზე მათ შორის და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თქვათ ნაწილობრივ კანონმდებლობით და ნაწილობრივ თქვათ მოქმედი პრაქტიკით აისახება, როცა თვითმმართველობები ფაქტიურად არიან ცენტრალური ხელისუფლების რაღაც პროგრამების გამტარნი. მე არ ვსაუბრობ ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, რეგიონალურ პროგრამებზე, რომელიც ასობით მილიონი ხარჯება, თქვათ იგივე ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, ამას ცენტრი ახორციელებს და რა ადგილობრივი ხელისუფლება. მე ვგულისხმობ უშუალოდ ადგილობრივ ბიუჯეტებს, აი ცნობილი კანონი 2009 წლის 27 მარტის, როცა თვითმმართველობებმა მიიღეს უფლება დაეფინანსებინათ ცენტრალური ხელისუფლება, თუ ცენტრალური ხელისუფლება ამის თხოვდა თვითმმართველობებს ამის განხორციელებას. ახლა შეიძლება ვიდაოთ, რამდენად სწორია, რამდენად არასწორია, ცალკე ეს საკითხი რომ უკუქმედების ძალა მიანიჭა და ეს კანონი ამოქმედა 2006 წლიდან, 2009 წელს მიღებული კანონი, მაგრამ აი თქვენ თქვით რომ გამტარები არიან, ხო, ხშირ შემთხვევაში. მე მაინტერესებს რა უფლებები აქვს თვითმმართველობებს დღეს, აი რისი გადაწყვეტა შეუძლიათ ადგილებზე. რაც შეეხება უშუალოდ ახლა მოდით შევხედოთ, ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია, თავისი ისტორიული გამოცდილება, თავისი სისტემა აქვს. ხა არის ქვეყნები, სადაც განათლების სისტემას თვითმმართველობის ხელში. არის ქვეყნები, სადაც თქვათ ენერგომატარებლების მომარაგებაზე კონტროლი არის თვითმმართველობის ხელში. ჩვენთან ეს არის ან მარეგულირებელი, ან ბიზნესის საქმეა და ცენტრი განსაზღვრავს. შემდეგ წყლის რესურსების მართვა და ვთქვათ მისი განკარგვა დღეს ასევე ცენტრის ხელში ამოსულია ეს თვითმმართველობის კომპეტენციებიდან. ამდენს რუსთავმა მიიღო უბრალოდ ახლა ბოლო მომენტი იყო რომ მიაღწია იმას რომ მიიღო ეს მისასალმებელი ტენდენცია. ძირითადად ამოსულია თვითმმართველობის კომპეტენციებიდან, ასევე არის თვითმმართველობის კომპეტენციებიდან ამოსული თქვათ ისეთი საკითხები, როგორიც არის ადგილზე თქვათ გარკვეული სერვისების, თქო, იურიდიული სამსახურის მომსახურების გაწევა, ჩვენ ვიცით ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივა, რომ იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სახლებს აშენებს ფაქტიურად ყველა სოფელში. აი, მაყურებლისთვის რომ გასაგები ეს კარგია თუ ცუდია თქვენი აზრით? ეს მოდით გავაკეთოთ არჩევანი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ თვითმმართველობაზე და ევროპულ არჩევანზე, ეს უნდა გაკეთდეს ადგილობრივი ინიციატივით და ადგილობრივი, თქვათ, ძალებით, ადგილობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვყავს კარგი ხელისუფლება და საერთოდ არ გვჭირდება ქვედა დონეზე არაფერი და ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება იზრუნებს ყველაფერზე, ვთქვათ, წყალმომარაგებაზე, კანალიზაციაზე, სანიაღვრე მეურნეობაზე, გამწვანებაზე და ასე შემდეგ.
ეს შეიძლება გაკეთდეს, თუმცა საქართველოში რამდენად ეს გაამართლებს, ანალოგიური პრეცედენტები მსოფლიოში არ არსებობს, რომ ამას გაემართლებინოს. არა იმიტომ, რომ მთავრობას არ უნდა ამის გაკეთება, არამედ იმიტომ, რომ ადგილზე ყოველთვის ადამიანმა უკეთ იცის, რა ჭირდება მას. ანუ ძნელია ცენტრიდან ამის მართვა ყველა. გამორიცხულია უბრალოდ მიუხედავად დიდი სურვილების. ფილიპ ბერნარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე. ბატონ ფილიპ, თქვენ მინდა დაგისვათ შეკითხვა, თქვენ როგორ შეაფასებდით ადგილობრივი თვითმმართველობების როლს საქართველოში? სანამ გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე, მე მინდა რამოდენიმე სიტყვა მოგახსენოთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირში 27 ქვეყანაა გაერთიანებული და შესაბამისად უამრავი საკონსტიტუციო სფერო, უამრავი ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპი და რაც ახასიათებს ევროპას არის ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის დიდი მრავალფეროვნება და შესაბამისად არ არის რაღაცა დომინირებადი მოდელი, რომელიც გადაფარავს ყველა დანარჩენს და იქნება რაღაცა სახელმძღვანელო მოდელად. პირველი ეს არის სუბსიდიარულობის კონცეფცია. სუბსიდიარულობა ნიშნავს შემდეგს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ცოტა ცენტრალური, ასე ვთქვათ, კომპეტენტურობის და კომპეტენციების დონეზე, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს დაუშვათ აი ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლება იღებს ამ შემთხვევაში კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას, ხოლო მეორეს პრინციპი გახლავთ შემდეგი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არის და უნდა იყოს დამოუკიდებელი დაუშვათ ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ და საფინანსო სფეროებში. და როდესაც აი უკვე სახეზეა ორი პრინციპი, სუბსიდიარულობა და დამოუკიდებლობა. აი, მაშინ უნდა გავსაჯოთ და შეიძლება გავსაჯოთ და ვიმჟელოთ იმაზე, რომ შევაფასოთ, არის თუ არა დაუშვათ იმ უნარის მქონე ადგილობრივი ხელისუფლება, რომ განახორციელოს თავისი ამოცანები, მომსახურება, მომსახუროს თავის მოქალაქეებს და აი ყოველდღიური მომენტები გადაჭრას ყოველდღიური ამოცანები და შევიდეს კონტაქტში მოქალაქეებთან და სხვა ორგანოებთან. მეორე საკითხი, რომელიც ევალება რომ გადაჭრან ადგილობრივ ხელისუფლებამ, რომ იყვნენ პარტნიორები ეკონომიკურ ზრდაში, ეკონომიკურ ცხოვრებაში, მათ დამოკიდებულ ტერიტორიაზე. აი ეს არის ორი საკითხი, რომელიც ყურადღების ცენტრში უნდა იყოს ყოველთვის, და ჩვენ ვაფასებთ და მსჯელობთ ადგილობრივი ხელისუფლების უნარზე, მათ ძალაზე, მათ შესაძლებლობაზე, რაოდენ ემსახურებიან კარგად ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას, რაოდენ თამაშობენ დადებით ქმედით როლს ადგილობრივი ცხოვრების განვითარებაში. და აი ეხლა კი მდგომარეობა ამას პარეზა საქართველოში. საქართველოში მდგომარეობა ამ სფეროში ძალზე სწრაფად იცვლება. აი ეს ცვლილებები საინსტიტუციო ასპარეზზე, აი დაუშვათ კოლეგები უკვე ლაპარაკობდნენ ამაზე, აი ეს ცვლილებები, რომლებიც ხმარდებიან და ემსახურებიან მუნიციპალიტეტის უნარის გაძლიერებას, მათ ეკონომიკულ დაუშვათ განფართოვება გაძლიერებას, არ არის რეგიონალური ასეთი საბჭოები, რომლებიც სახავენ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. შესაბამისად, აი ეს ყველაფერი უნდა იყოს ამ ორ პრინციპთან შეფარდებული, ყველა სფერო და მათი განვითარება, მათი მზარდი მდგომარეობაში სასაკვირველია. ახლა ყველაფერი არ არის ჯერ მიღწეული, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, რათა საქართველოს მუნიციპალურმა ხელისუფლებამ შეიძინოს ჭეშმარიტად ისეთი ძლიერი დამოუკიდებლობის უნარი, დამოუკიდებელი ქმედების უნარი. ბატონ დავით მინდა დაუსვა შეკითხვა, ბატონ დავით, აი ჩვენ ლაპარაკობდით უფლებამოსილებაზე, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ან არ აქვთ საქართველოში. აი ფული არის უმნიშვნელოვანესი, ხო, როდესაც მართვაზე არის ლაპარაკი. ადგილობრივ თვითმმართველობებს დღეს რა უფლებამოსილება აქვთ ფულთან დაკავშირებით, ფულის მართვასთან აქვთ თუ არა მათ შეხება და რა დონეზე? მოდით პროლოგში დავიწყოთ იმით, რომ ფული მათ აქვთ, თუმცა ფული როგორც წესი საკმარისი არასდროს არ არის, მით უმეტეს ესეთ პირობებში, როცა თქვათ საბჭოთა პერიოდის მერე საკმაოდ დიდი ხანი გქონდა სხვადასხვა მუნიციპალური პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩავარდნა. ანუ ძალიან ბევრი ადგილობრივი საჭიროება არსებობს, ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გამოდის მწყობრიდან, ეს არის თქვათ
გზებთან დაკავშირებული საკითხი, შენობა ნაგებობების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ, რასაც ჭირდება დამატებითი ფინანსური რესურსები. და მეორეს მხრივ, ასე ვთქვათ, ბიუჯეტების მოცულობა იზრდება. აქ დავითი საუბრობდა იმაზე, რომ ვთქვათ 2003 წელთან შედარებით 10-ჯერ არის ჯამურად ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლები გაზრდილი, თუმცა მეორეა, ვთქვათ, უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების დასაფინანსებლად საჭირო რესურსების საკმარისობის საკითხი. ზოგადად არ არის საკმარისი, თუმცა მაინც უნდა ვთქვათ ის, რომ ძირითადი ნაწილი ამ რესურსებისა მოდის ცენტრალური ხელისუფლებიდან. როგორც წესი, ვთქვათ, ევროკავშირის ქვეყნებში ან სხვა ქვეყნებისაც განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობა არსებობს, იქ პირველი ძალიან მკაფიოდ არის უფლებამოსილებები განსაზღვრული და გამიჯნული ცენტრსა და თვითმმართველობას შორის და მეორე თვითმმართველობებს გააჩნიათ მეტნაკლებად საკმარისი ფინანსური სახსრები იმისათვის, რომ ეს უფლებამოსილებები დააფინანსონ ცენტრთან შეუთანხმებლად, მაგრამ თუ მაინც არის ღარიბი თვითმმართველობები, რომელთაც არ ყოფნით რესურსები, ესეთ შემთხვევაში მხოლოდ გამონაკლისის სახით აი ბატონ დავით, ბიუჯეტი დგება, ვთქვათ, რაიონის, ხო? საჭიროებების. ამას ვთქვათ, საკრებულოს დონეზე, გამგებლის დონეზე ვერ წყვეტენ და წყვეტს, ვთქვათ, ფინანსთა სამინისტრო რამდენი ფული უნდა მიიღოს ამ რაიონში? არსებობს გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა, თუმცა ამ ტრანსფერის ფორმულის უზრუნველსაყოფი სტატისტიკური ინფორმაცია ყველა არ არსებობს, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე არ ითვლება სტატისტიკური მაჩვენებლები, რაც წესით უნდა ითვლებოდეს და რაც უნდა გვაძლევდეს მეტნაკლებად ზუსტ სურათს იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ადგილობრივ თვითმმართველობებში, რა მდგომარეობა. ყველაფერს თავი გავონებოთ, მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა 10 წელია, ამიტომ არ ვიცით ზუსტად რომელ მუნიციპალიტეტში რა ადამიანი ცხოვრობს. თქვათ, გზების რაოდენობა, რომელიც ან გზების სიგრძე, რომელიც ერთ-ერთი კოეფიციენტია, მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, უცვლელი მაჩვენებელია, თუმცა მაინც ამაზეც მიმდინარეობს დავა ცალკეულ მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროს შორის, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტები თვლიან, რომ უფრო მეტია გზების მოცულობა და სიგრძე მათთან, ფინანსთა სამინისტროს აქვს გზების დეპარტამენტიდან მაჩვენებლები, რომელიც უფრო ნაკლებია, ამიტომ დაანგარიშებასთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს ერთი. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, იგივე თქვათ, მე ვსაუბრობდი ევროპის ქვეყნებზე და სხვა განვითარებული მოდელის მქონე ქვეყნებზე, იქ ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების სიმრავლე უფრო მეტია ვიდრე ჩვენთან და ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები ქმნიან ძირითად წყაროს ბიუჯეტისა. ჩვენთან მხოლოდ ქონების გადასახადი ირიცხება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში და ბევრი თვითმმართველობის ბიუჯეტის 5-6%-იც კი არ არის ქონების გადასახადის სახით მისაღები თანხა არის მუნიციპალიტეტების სადაც 2-3%-ია. პლუს ადგილობრივი მოსაკრებლები, რომელიც სულ 5 სახეობის არის, მე-6-ს ცენტრი უმატებს, ასე ვთქვათ, უბრალოდ ცენტრალურ მოსაკრებელს ტოვებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ეს არის ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებელი. ესეც ჯამში დაახლოებით 2-3%-ია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებისა, ადგილობრივი ქონების განკარგვიდან ან მიწის განკარგვიდან შემოსავლები. ანუ ჯამში თვითმმართველობები, ასე ვთქვათ, პირდაპირ კანონით განსაზღვრული ადგილობრივი შემოსავლებით 10-12%-ს აფინანსებენ. სხვა დანარჩენი ძირითადი, ანუ ლომის წილი მაინც მოდის გათანაბრებით ტრანსფერზე ცენტრალური ხელისუფლებიდან. საერთო ჯამში გვაქვს ჩვენ მეტი ფინანსები, რაც იხარჯება ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, მაგრამ დამოუკიდებლობა ამ ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით არა აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობებს ან ძალიან სუსტია, იმიტომ რომ ცენტრი აძლევს მათ ამ ფულს და შესაბამისად ტრანსფერების გარკვეული ნაწილი არის მიზნობრივი და ის იმ ფუნქციაზე უნდა დაიხარჯოს, რისთვისაც არის განსაზღვრული, თქვათ ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება და ესეთი თემები. მეორე ნაწილი, რაც გათანაბრებითი ტრანსფერის სახით მოდის, ნაწილი ადმინისტრაციის შენახვას ხმარდება და პატარ-პატარა, ასე ვთქვათ. გასაგებია. დავით მელუა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ბატონ დავით, ბევრი პროექტი ხორციელდება, შენებლობა, გზების დაგება და ასე შემდეგ. ხო, ადგილობრივი თვითმმართველობები რამდენად არის ამ ყველაფერში ჩართული? მათთან ერთად იგეგმება თუ არა ეს ყველაფერი, თუ ეს უბრალოდ წყდება თბილისში და შემდეგ უკვე ასე ხორციელდება მათი, ასე ვთქვათ, ჩარევის გარეშე? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მადლობას მოგიხდით. იცით რა არის
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ტერმინთა განმარტებას. დეცენტრალიზაცია არც მეტი არც ნაკლები ნიშნავს სახელმწიფო უფლებამოსილებათა გამიჯვნა სახელმწიფოსა და თვითმმართველობას შორის. არის თუ არა საქართველოში დეცენტრალიზაცია, უნდა ჩავიხედოთ საქართველოს კონსტიტუციის 110 პრიმათავში, უნდა ჩავიხედოთ ორგანულ კანონში. ჩვენ საუბრობთ კომპეტენციაზე. ახლა მე რა შემიძლია გითხრათ, რომ 28-ვე მუხლი ორგანული კანონი, სადაც არის კომპეტენციათა ჩამონათვალი და ჩამონათვალი მიმდინარეობს ალფაბეტის მიხედვით, ჩერდება 100 ნარზე. და ნარი არის ალფაბეტის 24 100 თუ არ ვცდები. აი ამდენი კომპეტენცია გააჩნია თვითმმართველობებს. აქ ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ რუსთავმა დაიბრუნა წყალი. რუსთავმა წყალი დაიბრუნა, იმიტომ რომ მის კომპეტენციაში იყო ბატონ ვახტანგს ორგანულ კანონში ცვლილებები არ შეუტანია ამისთვის. ანუ რუსთავმა წყალი დაიბრუნა, იმიტომ რომ წყალმომარაგება რუსთავის თვითმმართველობის კომპეტენცია იყო ორგანული კანონით. შესაბამისად, როდესაც საუბრობთ საქართველოში დეცენტრალიზაციაზე, ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ თუ გვინდა რომ რეალურად ნახოთ სადა ვართ, უნდა რეალური სურათი დავინახოთ. რატო არის თანხwebdriver ერთის მხრივ ცენტრალური ხელისუფლების პროექტებსა და მეორე მხრივ თვითმმართველობის საქმიანობას შორის? ამის მიზეზი გახლავთ ის, რაც ბატონმა დავითმა ისაუბრა, რაზეც ისაუბრა, ეს არის ფინანსების სიმწირე. მაგრამ მე შევეცდები ეს პრობლემა სხვა კუთხით დაგანახოთ. რა თქმა უნდა, ცუდია, როცა ადამიანს საკუთარი ფული არ გააჩნია, მაგრამ დასასმელია საკითხი, რა არის ამის ალტერნატივა. საქართველოს მთლიანი ეროვნული პროდუქტის 70%-ზე მეტი, თუ არ ვცდები 75%, იწარმოება ქალაქ თბილისში. დარჩენილი 25%-ის 2/3 იწარმოება ისეთ ქალაქებში, როგორც არის ბათუმი, ფოთი და ქუთაისი. 1/3 იწარმოება ყველა სხვა მუნიციპალიტეტში. ანუ მე მინდა ვთქვა, რომ გადასახადები თუ უნდა იყოს და საკუთარი გადასახადები მუნიციპალიტეტის შემოსავის წყარო, ვერც კანონი, ვერც ჩვენი დაწერილი ანგარიში, ვერც რაიმე პროგრამები პარტიული გადასახადს ვერ შეიტანს ბიუჯეტში, ის უნდა შეიტანოს ეკონომიკა. თუ ეკონომიკა რაიონში არ არის, მას კონტინგენტი გადასახადის აკრების არ გააჩნია. ის ქონების გადასახადი, რაზეც ბატონმა დავითმა ისაუბრა, ჩვენ მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადი ძალიან მცირეა, იმიტომ რომ ანუ გლეხი ფერმერი, როგორც გინდა ესე უწოდეთ, რომელსაც აქვს 5 ჰექტარზე ნაკლები მიწა, ის გათავისუფლებულია ამ გადასახადისგან. ანუ აი თქვენ ამბობთ, რომ დეცენტრალიზაცია არ ხდება, იმიტომ რომ ეკონომიკა დეცენტრალიზაცია ერთის მხრივ იმ პარამეტრით, რა პარამეტრითაც დეცენტრალიზაციას ევროპული ხარტია ცნობს, საქართველოში არის დაწყებული, ძალიან ბევრი კანონმდებლობის სფეროში ეს დეცენტრალიზაცია გატარებულია და გამიჯნულია უფლებამოსილებები. ჩვენ გვაქვს პრობლემა ფისკალურ დეცენტრალიზაციაში, რომელიც ვერ კეთდება ქვეყანაში, იმის და გამო, რომ დღეს რო საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს ფისკალური დეცენტრალიზაცია, ქალაქ თბილისის ბიუჯეტი გახდება 4 მილიარდი ლარი, მაგრამ 69 ერთეულიდან 52 თვითმმართველ ერთეულში ჩვენ ადმინისტრაციის ხელფასებსაც ვერ გავცემთ. მათ რომ არ მიიღონ ხელისუფლებიდან დაფინანსება. ხელისუფლებამ ეს ფული საიდან უნდა მოიტანოს? ხელისუფლება აქ გარკვეულწილად არსენას ყაჩაღის როლს ასრულებს, ართმევს თბილისს, ართმევს რუსთავს, გარკვეულწილად ართმევს ფოთსაც და უნაწილებს იმ მუნიციპალიტეტებს, რომელთაც არ აქვთ საკუთარი შემოსავლები და ასეთი უმრავლესობა გახლავთ საქართველოში. ამას ვერ უშველის ვერანაირი, ასე ვთქვათ, პოპულისტური განცხადებები, ან ვერ უშველის ამას გარკვეულწილად რაღაცა სტრატეგიების წერა. ამის საშველი არის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და ის, რაც ბატონმა ფილიპმა თქვა, ეს არის ის, რომ საქართველოს რეგიონები განვითარდნენ. შეუძლებელია როგორც თვითმმართველობა ორგანიზმი. ანუ აი ახლა მოცემულ სიტუაციაში თქვენ ვერ ხედავთ პერსპექტივას, რომ რაიმე მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგა სამ. პერსპექტივა არის შემდეგ, პერსპექტივა არის განვითარებაში. იმისთვის, რომ განვითარება მოხდეს, უნდა მოხდეს გარკვეულწილად რესურსების სწორად გამოყენება. რესურსების სწორად გამოყენება ხდება სინერგიით და თანამშრომლობით და ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი ისეთი სისტემა აქ ითქვა, რომ თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ქალაქის მოქალაქე რომივა ონკანთან გააღოს და წყალი წამოვიდეს. ეს რომ მოხდეს, უნდა მოხდეს წყალკანალის რეაბილიტაცია. ოზურგეთის რაიონით საკუთარი წყალკანალის რეაბილიტაციას, რაც არ უნდა მაღალი გადასახადი ადგილობრივი დავაწესოთ, ოზურგეთში ვერ შეძლებს. მას ეხმარება ცენტრალური ხელისუფლება. ეხლა შეიძლება ვისაუბროთ, ეს არის ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა, არ არის ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა, რეალობა ესეთი გახლავთ. და მეორე რაც არის, ეს არის სტრატეგიული ხედვა განვითარების და აქ ბატონმა ფილიპმა თქვა, რომ არის
რეგიონალური განვითარების სტრატეგია, არის გარკვეულად ინსტიტუციები შექმნილი, რომელზეც ამან უნდა იმუშაოს და თუ რამდენად ეფექტიანად იმუშავებენ ეს ინსტიტუციები, დამოკიდებული იქნება რამდენად სწრაფად განვითარდება ადგილობრივი ეკონომიკა. აი ძირითად მოსაზრებას, რაც ბატონმა დავითმა გამოთქვა, დაეთანხმებით თქვენ როგორც ძალიან მოკლედ მინდა კიდე ერთი ორი სიტყვა ვთქვა. ეთანხმებით, მაგრამ აქ უფრო სხვა რაღაცაა მნიშვნელოვანი, ძალიან ბოდიში ვიხდი. არავის პირონ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ წარმოდგენილი ხალხი დარწმუნებული რომელში რომ მათ კვალიფიკაციაში იმაში რომ ძალიან კარგად იციან აზეთ საუბრობენ. უბრალოდ მე ერთი რამე მიგვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთის ხრივ კომპეტენციებზე, ამაზე ბატონმა დავითმა უკვე ისაუბრა და აღარ ვისაუბრებ, ჩვენი კანონი დღესდღეობით ძალიან კაფიოთ არის ასე ვთქვათ, გამიჯნული ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია და ადგილობრივი ხელისუფლების ჩამონათვალი არსებობს. ამის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამ უხში სადაც არსებობს ჩამონათვალი, ბოლოს თავდება ესეთი მუხლი. თუ კომპეტენცია, რომელიც არ არის რომელიმე სამინისტროსი და საჭიროებს რომ ესაკითხი იქნას გადაწყვეტილი, შეუძლია განახორციელოს მუნიციპალიტეტმა. ანუ რას ნიშნავს? გარდა იმ ჩამოთვლილი კომპეტენციებისა, თუ ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია არა, შეუძლია განახორციელოს მუნიციპალიტეტმა, რა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა ამაზე აღარ ვისაუბრებ კომპეტენციებზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რაც შეეხება ფინანსურ დამოუკიდებლობას. არა, კიდე საუბარი იყო იმაზე, რომ გარკვეული უფლებამოსილება არის, განათლებაზე როდესაც ვსაუბრობთ, მე შემიძლია ჩამოგითხოვოთ ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნები, სადაც მუნიციპალიტეტის კომპეტენცია საერთოდ არ არის. ამიტომ ამაზე რო ვიდაოთ, არ იქნება მე მგონი სწორი, იქნება გამომდინარე, რომ კომპეტენცია არის სხვადასხვა ქვეყნებში იმის მიხედვით, ეს დამოკიდებული იყო მათ ისტორიაზე, მათ კულტურაზე, შესაძლებლობების მუნიციპალიტეტის. ხა ადგილობრივი სიტყვაზე ვამბობ, თუნდაც სკოლებისთვის, ამისთვის ფულია საჭირო, ну, ეს ვთქვა და ეს კომპეტენციები გამოდის საბოლოო ჯამში იქნა, რაც თავისთავად რაც მეტი იქნება, უფრო უკეთესი არის. არავინ არ ამბობს იმას, რომ ჩვენ ხა მიღწეული გვაქვს სრულფასოვანი მოდელია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა კომპეტენცია არის, თქვა, მუნიციპალური. ბევრ ქვეყანაში, თქვა, ადგილობრივ უსაფრთხოებას, თქვა, პოლიციაც ადგილობრივი ხელისუფლების, თქვა, კომპეტენცია არის ზოგ სახელმწიფოში. ანუ განსხვავდება ბევრი არის, მაგრამ თავარი ძირითადი რაც არის ის, რომ რაც აქ ითქვა, რომ კანონით იყოს განსაზღვრული. რომ რა არის ადგილობრივის და რა არის ცენტრალურის, რაც არის დღეს ჩვენ დღესდღეობით ჩვენს კანონმდებლობაში. მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, აზრით რითაც მინდოდა რომ დამეწყო, რაც შეეხება ფინანსურ დამოუკიდებლობას. აქ თქვენ საუბრობდით და მე მინდა ესეთ კითხვა დავსვა. ყველაზე დიდი ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტების, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს არის გამოთანაბრებითი ტრანსფერით მიღებული თანხა. და ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ამიტომ ეს ასე ვთქვათ, დამოუკიდებლები ფინანსურად არ არიან ადგილობრივი ხელისუფლებები. კითხვა ესეთი რის საფუძველზე გაიცემა ერთი ეს ამოთანაბრები ტრანსფერი, ანუ ხელისუფლება წყვიტავს თუ არა იმას, რომ რამდენი მიცეს ერთ მუნიციპალიტეტს ან მეორე. რა თქმა უნდა, არ წყვიტავს, იმიტომ რომ კანონით არის განსაზღვრული, არსებობს ფორმულა, არსებობს საბიუჯეტო კოდექსი, სადაც გაწერილია თუ როგორ და რამდენის მიიღებს ესა თუ ის მუნიციპალიტეტი. ეს ერთი. მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის თანხა, რომელიც გამოიყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ გამოთანაბრები ტრანსფერის მიხედვით მუნიციპალიტეტს, თვითონ ადგილობრივი ხელისუფლება განკარგავს ამ ფულს. ანუ ტრანსფერით, ამოთანაბრები ტრანსფერით მიღებული ფულს არ მოყვება ვალდებულება. ანუ ის რომ ამ ფულით უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტი, ანის საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის მისი თანხა და საბოლოო ჯამში საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას, საკრებულო ადგენს ამ ბიუჯეტს თუ რაში უნდა დაიხარჯოს ის თანხა. ეხლა რაზეც ვეთანხმები ნამდვილად ესეა, რომ ბევრი რამე რაც თქვა, არა იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, უბრალოდ გადავიხედოთ უკან და ყველა კარგად ნახავთ. რაც 40 წლის განმავლობაში თქვა, თუნდაც კეთდებოდა, ხარისხენად თუ ხარისხენად ამას არ აქვს მნიშვნელობა. ბოლო 20-30 წელი ინგრეოდა, ანუ არაფერის რეაბილიტაცია არ ხდებოდა. შესაბამისად, დღეს ნამდვილად არ გააჩნია მუნიციპალიტეტებს იმის შესაძლებლობა, ბევრი საჭიროები, რაც არის მათი კომპეტენციაც. თამაში ვთანხმდებით ყველა და არავინ არ ამბობს იმას, რომ ყველა მუნიციპალიტეტი არის უზრუნველყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბიუჯეტები გაიზარდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის, საბოლოო ჯამში ამოცანა ხო ეს არის, რომ იქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა მიიღონ ყველა ის სერვისი, რაც მათ უნდა მიიღონ, რომ მათი ყოველდღიური ყოფიერება, ანუ ასე ვთქვათ, გაუმჯობესდეს, მეტი შემოსავალი კონდეთ და უფრო უკეთესად ცხოვრობდნენ ადამიანები რეგიონში. ეს არის მთავარი ამოცანა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, აქ ითქვა ამაზე საუბარი იყო, ეს არის რეგიონალური განვითარების სტრატეგია, რომელიც არის დამტკიცებული ჩვენი სახელმწიფოს მიერ, მთავრობის მიერ, სადაც ჩვენი კოლეგები, ასე ვთქვათ, ევროკავშირიდან წარმომადგენლობა, ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას, ვისაც ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ თვლით, რომ ძალიან კარგი დოკუმენტი შედგა საბოლოო ჯამში, მაგრამ რომელსაც განხორციელება უნდა უფრო სწრაფად. განსხვავება ის არის, რომ მაგალითად ამასაც შემიძლია გითხრათ, არაფერი არ არის დასამალი, რომ ჩვენ კომიტეტი პარლამენტის თვლით, რომ რაღაცების გაკეთება ამ ასე ვთქვათ სტრატეგიიდან გამომდინარე უფრო მალე შეიძლება,
თქვა სამინისტროს ცოტა უფრო ესეთი პოზიციები აქვს, იმიტომ რომ მან უნდა გააკეთოს რაღაცები გარკვეული ეს მთავრობამ, ესე ვთქვა, ვალდებულებები და ის არის უფრო პრაგმატული, შეიძლება ესე ითქვას, იმ თვალსაზრისით, რომ რა შემოსავალიც აქვს და რა თანხაც აქვს, თulis რომ ამითი ჩვენ თვითონ სხვა თანხების მოძიებაც შეიძლება, მაგრამ თავარია რომ ამაზე დისკუსია მიდის, ჩვენ არა ვართ ჩაკეტილი, გასაგებია რეკლამა. ერთობლივად შეგვიძლია ჩვენ ეს პრობლემები გადავიდეთ. რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ და რეკლამის შემდეგ კვლავ დაბრუნდებით ეთერში და განვაგრძობთ ადგილობრივ თვითმმართველობებზე საუბარს. ეთერში ევროპული არჩევანი და ჩვენი გადაცემის თემა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე არასამთავრობო სექტორი მონაწილეობს დღევანდელ ჩვენს გადაცემაში და სწორედ არასამთავრობო სექტორს მინდა დაუსვა შეკითხვა აქეთ ბლანკს, მოდი თქვენგან დავიწყოთ. თავად მოსახლეობის დამოკიდებულება როგორია რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობების მიმართ, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ისინი, რამდენად გადაწყვეტილებების მიღებად აღიქვამენ, თქვათ, თუნდაც გამგებლებს და საკრებულოს. დავიწყებ საუბარს ზოგად პრობლემაზე, მიმაჩნია რომ საქართველოში ევროპულ სტანდარტებთან შედარებით დეცენტრალიზაციის ხარისხი მაინც საკმაოდ დაბალია. მე სამ ძირითად ასპექტზე გავამახვილებდი ყურადღებას, ეს არის უფლებამოსილეები, ეს არის ფინანსები და ქონება, ამ სამივე კუთხით ხარისხი დეცენტრალიზაციის როგორც აღნიშნე არის საკმაოდ დაბალი. რო ავიღოთ ჩვენ ევროპული სტანდარტები, იგივე უფლებამოსილეების კუთხით ნახოთ, რომ საქართველოში თვითმმართველობები გაცილებით ნაკლები ამოცანების შესრულებით არიან დაკავებული, იგივე ფინანსებიც რო ავიღოთ, საკმაოდ ძირია თვითმმართველი ერთეულის ფინანსური შემოსავლები. მაგალითად ის გეტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაჯამოთ წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და ვნახავთ, რომ მათი შემოსავლების ხვედრითი წილი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებში შეადგენს მხოლოდ სადღაც 4%-ს, რაც ევროპულ სტანდარტებთან შედარებით არის სადღაც 3-4 ხშირ ნაკლები. ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ ფისკალური დეცენტრალიზაციის ხარისხიც საკმაოდ დაბალია. რაც შეეხება ქონების დეცენტრალიზაციას, ამ კუთხითაც საკმაოდ დაბალია დეცენტრალიზაციის ხარისხი, კერძოდ თვითმმართველობებს დღემდე არ აქვთ გადაცემული ისეთი მნიშვნელოვანი რესურსები, როგორც არის პირველ რიგში ბუნებრივი რესურსები, აგრარული რეფორმა საქართველოში არ განხორციელებულა მასშტაბური ფორმით, იგივე ტყის რესურსები, წყლის ობიექტები, როგორიც გვაქვს, ხო ამ მიმართულებით. რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას თქვენი აზრით, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს? ნაბიჯები მარტივად შეიძლება განისაზღვროს, უფლებამოსილეები უნდა გაიზარდოს, ამას უნდა მიყვეს შესაბამისი ფინანსური რესურსები და გარდა ამისა თვითმმართველობას დამატებით უნდა გადაეცეს ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გართულდება მუნიციპალური განვითარების დაგეგმა ადგილობრივ დონეზე. დღეს როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტი საკუთარი განვითარების გეგმებს არ ადგენენ, უბრალოდ ვერ ადგენენ გამომდინარე იქიდან, რომ მათ სათანადო ფინანსური თუ ქონებრივი ან უფლებამოსილეების კუთხით საკუთარი ბაზა შესაბამისი სათანადო არ გააჩნიათ. რაც შეეხება თქვენი აზრით, რატომ არ კეთდება ეს? აი თქვენ თქვით რაღაც ნაბიჯები რაც უნდა გადაიდგას და არ იდგმება, ხო? ეს არის ზოგადი ტენდენცია, ამაზე უკვე ისაუბრეს, ტენდენცია უფრო მეტად იხრება დავშოთ ცენტრალიზაციისკენ, პრივატიზაციისკენაც, ანუ არსებობს მოსაზრება, რომ ცენტრალიზაციის პირობებში გარკვეული ამოცანების შესრულება უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი, ან იგივე პრივატიზაციის პირობებში, მაგალითად, რო ავიღოთ კომუნალური მომსახურეები, ევროპული ქვეყანას ვერ დამისახელებთ თქვენ, სადაც კომუნალური მომსახურეების უმეტესობას არ ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა, ავიღოთ თავშეთ იგივე ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება, წყალმომარაგება, საქართველოში არც ერთი ამ უფლებამოსილების განხორციელებით არ არის დღეს დაკავებული თვითმმართველობა, ეს არის დღეს სახელმწიფოს ამოცანა და გარდა ამისა, პრივატიზებულია, როგორც ვიცით, ეს ფუნქციები კერძო სუბიექტებზე. ხო, ეს არის საერთო ტენდენცია, ამას მე ვერ შევაფასებ. აი, რაც შეეხება ჩემს შეკითხვას, საზოგადოების დამოკიდებულებას. შესავალი გავაკეთე იმისათვის, რომ თქვენ შეკითხვაზე გამეცა პასუხი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან შეზღუდულია დეცენტრალიზაციის ხარისხი საქართველოში, ძალიან ცოტა მომსახურებას იღებს დავუშვათ რიგითი მოქალაქე სიტყვაზე, რომელიღაც სოფელში საკუთარი თვითმმართველობის ორგანოებისგან, შესაბამისად ძალიან სუსტია კავშირი თვითმმართველობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, რიგით მოქალაქეებს დავუშვათ სოფელში იქნება ეს თუ ქალაქში ძალიან თქვათ მიაჩნია, რომ მაინც ვერ მოუგვარებს თავის პრობლემას, ესეთი დამოკიდებულება ხდება. ეს თავი პრობლემა ეს არ არის, ჩემთვის თავი პრობლემა ეს არის, რომ ძალიან ნაკლებად არის ჩახატული მოქალაქე საერთო თვითმმართველობის საქმიანობაში, რომ იგივე თბილისის მოსახლეობა რო ავიღოთ, ხო თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს არ აქვს დავუშვათ რამდენია თბილისის ბიუჯეტი. ეს პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინოა მუნიციპალური ტიპის თვითმმართველობებში.
ზოგადად ახლა თბილისში კიდევ უკეთესი სიტუაცია გქონია, როგორც კვლევამ აღმოაჩინა, ვიდრე სოფლებში. გაცილებით ცუდი მდგომარეობაა იქ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს ალბათ, მე მინდა ერთ რაღაცას გაუსვა ხაზი, წეგან იყო სოფლის დახმარების პროგრამაზე საუბარი და რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ ეს სოფლის დახმარების პროგრამა, ერთი ძალიან დადებითი ეფექტი ამ პროგრამას მაინც ჰქონდა. ეს იყო მონაწილეობის, მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესება. ალბათ პირველად მოხდა ჩვენ ისტორიაში, რომ ვიღაცა მივიდა სოფელში, შეიძლება ეს ყველა სოფელში არ მომხდარა, მაგრამ ესე თუ ისე მოსახლეობას პირველად კითხეს, რომ რა გინდა აი ამ წირი თანხით რომ გაგიკეთო. ამან გარკვეულწილად რასაკვირველია გაზარდა მისი ინტერესი, თუმცა ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა და რასაც მართლა თვითმმართველობა ქვია. ამ ადამიანებმა ეს როგორც საჩუქარი არ უნდა აღიქვან, ეს უნდა იყოს ნამდვილი რაღაცა სტრუქტურირებული სახით მიღებული, ცოტა უფრო ესეთი მონაწილეობითი დაგეგმით მიღებული ბიუჯეტი და იქიდან რაღაცა გაკეთებული, იქიდან მიღებული სარგებელი იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, რომ დადებითი ეფექტი ამას ჰქონდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 90%-ზე მეტი ალბათ განიხილავს ადგილობრივ ხელისუფლებას როგორც ცენტრალური ხელისუფლების რაღაც აი მარჯვენა ხელს, რომელიც შეიძლება ხანდახან გამოიყენოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ცდება, როცა ასე ფიქრობს? იცით საქმე იმაშია, რომ მე მგონი არ ცდება. მოსახლეობის მოლოდინი ყოველთვის უკავშირდება ცენტრალურ ხელისუფლებას, თითქმის ყოველთვის ხიდი ჩაინგრევა, თუ გზა გაფუჭდება, თუ გაზი იქნება გასაყვანი. მოსახლეობა უფრო ხშირ შემთხვევაში ელოდება ცენტრალურ ხელისუფლებას და მას ნამდვილად არ აქვს ხოლმე ადგილობრივი ხელისუფლების იმედი. სამწუხაროდ ესეა. ძალიან ცუდი არის საკომუნიკაციო არხი მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის რწმუნებულები კი ბატონო, კარგ როლს თამაშობენ ამ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს საკმარისი არ არის. ძალიან ცუდი მაგალითი არის ჩვენთვის თბილისი. თბილისის მერია, მოდით ესე ვთქვათ, როგორც ჟურნალისტები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ინსტიტუტად ასახელებენ ამ ქალაქის მერიას. რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ ადგილობრივი ხელისუფლება ის ინსტიტუტია, რომელიც ყველაზე მეტად ახლოს უნდა იყოს, ხო, მოსახლეობასთან და ამასობაში ინფორმაციის მიღებიდან დაწყებული კომუნიკაციით დამთავრებული ყველაზე მეტ პრობლემას აწყდებიან ამ ინსტიტუტთან ურთიერთობაში. და კიდე რაც პრინციპში კვლევებით გამოიკვეთა, გაცილებით ამაღლდა თვითონ დობა პიროვნებების მიმართ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, საუბარი მაქვს 2011 წელზე, 2006 წელთან შედარებით, დობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი. პიროვნულ დონეზე ეს რითი არის განპირობებული? გაიზარდა ცნობადობა, კი ბატონო, გაიზარდა ცნობადობა, რაშიც ალბათ ძალიან კარგი როლი ითამაშა სოფლის რწმუნებულებამ და პლუს ამას გაიზარდა მათი ნდობის ხარისხი. კი ბატონო, ჩვენი კანონმდებლობა, ჩემი აზრით, ნაწილობრივ მიახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან. იქ კარგად არის ჩამოყალიბებული, თქვა და გამიჯნულია კომპეტენციები და ის უფლებამოსილებები ექსკლუზიური, რომელსაც უნდა ახორციელებდეს ადგილობრივი თვითმმართველობა. მაგრამ აქვე დავამატებ იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ ეს ექსკლუზიური უფლებამოსილებები თვითმმართველობა უნდა განახორციელონ დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. აქ ბატონმა ვახტანგმა აღნიშნა, რომ საკრებულო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თუ ის მისი საკუთარი თანხა რაში დახარჯოს. პრაქტიკაზე, თეორიაში ესე არის, მაგრამ პრაქტიკაში ცოტა სხვანაირადაა. ჩვენ რო გადავხედოთ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებს, ტყუპის სალიდით გვანაღან ისინი ერთმანეთს. თანხებში განსხვავებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი პრიორიტეტები ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც შეიძლება ვთქვათ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტსაც და ვთქვათ ბათუმის მუნიციპალიტეტსაც. დაწერილია თბილისში. ეს არის ყველაფერი დაწერილი, ამას კანონი მას შეუწყო, იმიტომ რომ პრიორიტეტების დოკუმენტს თვითმმართველობები ათანხმებენ და კონსულტაციებს გადიან სახელმწიფოს რწმუნებულთან რეგიონში. შემდგომ ამ დოკუმენტს უგზავნიან როგორც საკრებულოს, ასევე ფინანსთა სამინისტროს და საბოლოო ასე ვთქვათ დასტურს იღებენ ცენტრალური ხელისუფლებისაგან, რომ
ვთქვათ, აი ეს მოცემული ბიუჯეტი აი როგორ უნდა იყოს თქვენი აზრით? ეს როდესაც ჩვენ გვაქვს ოჯახში გარკვეული თანხა, იმას ჩვენ ვერავინ ვერ დაგვიგებავს, როგორ დავხარჯოთ, ხო? ოჯახი წყვეტს გარკვეული ეს ვთქვათ, მისი თვიური ბიუჯეტი როგორ გადახარჯოს, ვთქვათ, სწავლის გადასახადი გადაიხადოს და ასე შემდეგ, ხო? იქ კომუნალური. ამ შემთხვევაში რომ მოვიდეს, ვთქვათ, კორპუსის რა ვქია, სამეზობლოს წუნებულები რომ არიან და ყველა ოჯახს დაუაროს და უთხრას რომ ამხანაგობის თავმჯდომარე თქვენ აი ეს გარკვეული თანხები ეს უნდა დახარჯოთ. ვთქვათ, უნდა წახვიდეთ აი ამ კონკრეტულ მაღაზიაში, აქ უნდა შეიძინოთ პული და ასე შემდეგ. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია ამ შემთხვევაში და ნუ ესე არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ის თანხა უნდა დახარჯოს თვითონ საკრებულო უნდა, იმიტომ ავირჩიეთ ეს სარგებლობები. მაგრამ ამაში ჩარევის, ვთქვათ, არანაირი მექანიზმი არ უნდა კონდეს. ამის კანონით არის, რა თქმა უნდა, თუ კანონს არ გვევს და ამაზე ზედამხედველობა სახელმწიფოს წუნებული ახორციელებს, თუ მისი მიღებული ნორმატიული აქტიან გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, ამ შემთხვევაში ჩაერთვება სახელმწიფოს ზედამხედველობა და ამის შესაბამისად მიმართავს სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს და ასე შემდეგ. ანუ ჩარევის მექანიზმები ცენტრალურ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს და კანონითაც არის გარანტირებული, ეს არ ეწინააღმდეგება და ანუ ცენტრალიზების ერთ-ერთი კარგი მაგალითია, რომ გადაწყვეტილებას თვითონ ვერ იღებენ, ეხლა თქვენ დასვით რომ აი მოსახლეობა როგორ თვლის თვითონ საკრებულოს წევრებსაც რომ შეეკითხოთ, ალბათ გაეცინებათ, იმიტომ რომ 15 წუთში არის მიღებული მრავალი გადაწყვეტილება ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ. 2 საათით ადრეა დარიგებული და ეს ნუ ყველამ კარგად იცის, ამაზე კამათიც არღის. მე ერთ-ერთი აი წერილი წამოვიღე ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, რომელმაც გაუგზავნა ეს წერილი ერთ-ერთი რეგიონის წუნებულის აპარატს. ანუ ჩვენმა ორგანიზაციამ მე ხარ დავასახელებ, რომელი მუნიციპალიტეტი არის. მივართეთ გარკვეული რაღაც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. რომ რაღაც ვებგვერდს ვაკეთებდი და გვინდოდა რაღაც ინფორმაციის განთავსება. მათ გაუგზავნეს წუნებულს წერილი და მოითხოვეს ნებართვა, რომ აი ნუ ჩვენი წერილი გაუგზავნეთ და თხოვენ რომ განიხილოთ თანდართული წერილი და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებებელი დასმულ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ანუ ამ საკითხზეც კი დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. ეს არ არის ტენდენცია, რა თქმა უნდა, ეს ახლა ერთეული შემთხვევა იყო, მაგრამ ნუ ესეც სამაგალითო არის და ახლა ვთქვათ, ამ მუნიციპალიტეტში უფრო მაღალი დონის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად როგორ მიიღებენ, მე ძალიან მერიდ. კარგით, არა მარტო ამ საკითხზე, ანუ ბატონ ვახტანგს მინდა ვკითხო, შემდეგ სხვებსაც დაგისვამ შეკითხვას, დასასრულისკენ მიდის ჩვენი გადაცემა და რაც შეიძლება მოკლედ გთხოვთ პასუხის გაცემას. ერთი რაც თქვა ბატონმა ირაკლიმ, რომ ფურცელზე ყველაფერი კარგად წერია, მაგრამ პრაქტიკაში არის აცდენა კანონთან მიმართებით. კი ბატონო. რაც შეეხება აი თუნდაც პრიორიტეტები, რომელიც ყველანი გავს ერთმანეთს. არ გავს ნამდვილად, შეგიძლია ნახოთ. ეს ღია არის ბიუჯეტები ნახოთ, რაც შეეხება საჭიროებები, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ, თქვენ შეგიძლიათ ვინც დადის რეგიონებში, ნახავთ, რომ თითქმის იგივეა, ყველგან იგივე არის ჩვენს რეგიონებში საჭიროებები, დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სხვა საკითხებით, ხო? ხა დიდად არ განსხვავდება ჩვენი რეგიონები ამ საჭიროებები და მუნიციპალიტეტები. დახმარების პროგრამას მე არა, დახმარებაზე არ ვამბობ. მე ვამბობ ბიუჯეტზე ვამბობ. თვითონ იმ ბიუჯეტით, ადგილობრივ ბიუჯეტით რაც კეთდება და ნამდვილად განსხვავდება არა მარტო თანხობრივად, თუ რაღაც საჭიროება სხვა განსხვავებული, მაგრამ თავისთავად მსგავსი იქნება გამომდინარე, რომ მოთხოვნები იგივე არის. ანუ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ თავისთავად და საჭიროებები ძალიან მსგავსია. ჩვენ არა გვაქვს იმხელა ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტები, გარკვეული დამატებითი ფუფუნების არ ქვია, მაგრამ რაღაც უფრო მეტი შესაძლებლობები ქონდეს, უფრო მეტი რამ გააკეთონ. ანუ ბიუჯეტები ძირითადად კეთდება, იმიტომ რომ რაც მოგახსენეთ თავშევ, ძალიან ბევრი რაღაცის ეხლა ხდება აღდგენა, თავისთავად როდესაც ჩვენ ახლა საუბრობთ იმაზე, რომ არის წყლის სისტემის, კანალიზაციის, გზის სისტემის რეაბილიტაციები და ეხლა გვიდგას ეს პრობლემები, ხო ხდებით რაზეა საუბარი. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა დანგრეული იყო და ეხლა ამ ყველაფერს აღდგენა ხდება. თავისთავად მსგავსი შეიძლება ამ კუთხით არსებობდეს. მეორე რაც შეეხება იმას, რომ რეალურად სხვა არის, ასე ვთქვათ, ფურცელზე სხვა არის. რაც შეეხება კანონს, პირველი ამოცანა რა არის, რომ კანონმა უზრუნველყოს ის, რომ გამიჯნოს კომპეტენციები და ესე არის. ანუ ამ ხრივ ჩვენ თვითმმართველობებზე პრობლემა არ აგვაქვს იმითი, რომ მათი დამოუკიდებლობის ან არ დამოუკიდებლობის. ხა რა წერილზეც იყო საუბარი, ვერსად ვერ მენახებთ, რომ ამის ვალდებულება აქვს, ან სადმე წერია, რომ უნდა მიწეროს, ასე ვთქვათ, მე არ ვიცი ვიზე საუბრობენ, თუმე თქვენ ძალიან კარგი იქნება და შესაბამისად ჩვენც ვეცდებით, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ, იქნება გამომდინარე, რომ ან გუბერნატორს დაველაპარაკოთ, დამისწრებთ ეს რამე არ უნდა ხდებოდეს და ამას არავის არ აიძულებს. ეს ერთი. მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაზეც აქ საუბარი იყო, თვითონ ამ კომპეტენციების განხორციელების დამოუკიდებლობაზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად თვითონ იღებენ საკრებულოები გადაწყვეტილებას ის ფული, რაში უნდა დახარჯონ.
ეს შეგვიძლია ნახოთ ძალიან მარტივია მისი გადამოწმება და საუბარი ერთი მაგალითით მე მგონი არ იქნება სწორი. მეორე იმაზე რომ დობა იზრდება, ჯერთი მინდა გითხრათ რომ სოფლის წმუნებულები ჩვენ აღარ გვყავს, კანონში შევიტანეთ ცვლილებები და არიან მუნიციპალიტეტის წმუნებულები იმ ტერიტორიულ ორგანოში. ანუ წარმოადგენს არა მარტო გამგეობას ის ადამიანი ადგილზე, ის წარმოადგენს მთლიანად მუნიციპალიტეტს. ამ ადამიანების კომპეტენცია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რომ გამგებლის მხრიდან კონტროლდება თუ არ კონტროლდება, ამ ადამიანების კონკრეტული ფუნქციები ტკიცდება მათივე დებულებებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო და არა გამგებელი ამ შემთხვევაში. ამიტომ ამ ადამიანების ფუნქციები ძალიან განსხვავებული არის. ჩვენ ვცდილობთ რომ ამ ადამიანების კომპეტენციები გაიზარდოს და ჩვენ მივეცით ეს შესაძლებლობა რომ თვითონ მუნიციპალიტეტებმა გადაწყვიტონ თუ რა კომპეტენცია უნდა გააჩნდეს სოფლის კი არა მუნიციპალიტეტის წმუნებულს ადგილზე, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ ამ ცვლილებებით გარკვეული დელეგირებაც კი მოახდინონ, რომელიც არის ვთქვათ მუნიციპალური უფლებამოსილება და არა მარტო გამგეობის უფლებამოსილება. ეს ადამიანები ძალიან ბევრ რაღაცაში არიან ჩართულები. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ჩვენ დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ჯერ ამის თანხები არ არის რომ ყველგან გაკეთდეს, მაგრამ ის შესაძლებლობაც არის ვაკეთებთ სოფლის სახლები ეგრეთ წოდებული, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ცენტრში კი არიან რომ მუნიციპალიტეტის ცენტრში, არამედ თავისივე სოფელში არსებობდეს თემში ტერიტორიული გასაგები. სადაც მათ შეუძლიეს ყველანაირი სერვისი. ძირითადად, როდესაც ვისმენ ხოლმე ხელისუფლების არგუმენტაციას იმაზე თუ როგორი წარმატებული დეცენტრალიზებული ქვეყანა გვაქვს და განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობით, ასეთ შეგრძნება მაქვს რომ ეს ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა ქვეყნის ხელისუფლებაა და არა ჩვენი. იმიტომ რომ არსებული რეალობა კარდინალურად განსხვავდება იმისაგან, რაზეც საუბრობს ახლა ბატონი ვახტანგი და რაზეც ვცდილობს რომ აგვიხსნას რომ თურმე როგორ ყველაფერი გაწერილია ფურცელზე და სწორედ ასევე ხორციელდება. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად აქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება, უფლება და რეალობა რეგიონში არსებულ ხელმძღვანელობას. მეორე საკითხია, ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამ ხელმძღვანელობა აქვს იმას, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა გქონდეს, ხო? რეგიონალურ თვითმმართველობის ერთეულს. იმისათვის რომ ეს მოხდეს, ყველას კარგად გვესმის რომ ამისათვის ქვეყანაში პრიორიტეტული უნდა იყოს ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, რომ ელემენტარულად რაღაც დოვლათი შეიქმნას რეგიონში, რომელსაც იქ დატოვებ რაღაც გარკვეულ პროცესს, თუნდაც იმისათვის რომ ის წელში გამართული იყოს. ეს ჩვენი ხვალინდელი დღე არის, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ესეთ რამეს. იმისათვის რომ პირველ რიგში ის წარმოვიდგინოთ რომ სასიცოცხლო დაუცილებელი წყალია, ფინანსური რესურსი. გადანაწილდეს და დისბალანსი არ გამოიწვიოს ქვეყანაში, კარგი ზიარჭურჭელი უნდა შევქმნათ, ხო? ზიარჭურჭელი, რომელიც ამ შემთხვევაში არის ის სისტემა, სტრუქტურა, რომელშიც ჩაშვებული წყალი თანაბრად განაწილდება და არ იქნება დისბალანსი, რადგან იყო საუბარი, რომ ერთი ძალიან დიდი შემოსავლით იქნება რეგიონი, მეორე ნაკლებით და ერთმანეთის გადარჩენა და გადმორჩენა იქნება საჭირო. თუმცა ეს რეალობა ალბათ იქნება, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, როგორც დღეს აგვაქვს. ამიტომაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემა, რომელშიც ეს უნდა ჩაეშვას და ელემენტარულად გაიმართოს თვითმმართველობის რეალური მექანიზმი, ძირიულად გამოსაცვლელია. მაშინ როდესაც ჩვენ სამხარეო დონეზე ვყავს, ასე ვთქვათ, აი ზედამხედველები გუბერნატორების სახით, სულად გაუგებარია მათი ფუნქცია, თუ ჩვენ გვინდა არსებობდეს სუბსიდიარობის პრინციპი ელემენტარულად რეგიონის დონეზე. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურმე მუნიციპალიტეტის ქვია ეხლა დღეს სოფლის რწმუნებულს და არა ვთქვათ სოფლის რწმუნებული და არამედ მუნიციპალიტეტის რწმუნებული ქვია, შინაარსობრივად და არსობრივად მასთან არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ ვამბობთ, რომ საკრებულოს წევრები პრაქტიკულად, რომლებიც დღეს არიან რეგიონებში საკრებულოს არჩეული ადამიანები, პრაქტიკულად უფუნქციონი არიან. ისინი ნოტარიუსებიც კი აღარ არიან, ელემენტარულად აბსოლუტურად არაფრის გადაწყვეტის უფლება არ აქვს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ მოდით ის ადამიანები, რომლებიც თემებიდან იქნებიან არჩეულები საკრებულოში, იმავდროულად იყვნენ ასევე ის რწმუნებულები თემში, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება სწორედ ხალხის მიერ არჩეული და პასუხისგებლობა აღებული ადამიანი და რომელიც გამგებელს კი არ შეხედავს მუდმივად თვალებში სადახარჯოს ის სოფლის პროექტით გამოყოფილი თანხა, არამედ მოსახლეობას შეხედავს თვალებში მას რაც უნდათ. რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები აბსოლუტურად ამ გამოთქმას, რომ რაღაცა წინ გადმული ნაბიჯი ნამდვილად დაფიქსირდა. ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ რაღაცაში ჩაერთონ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი თუ იქნება პოლიტიკური ნება ქვეყანაში, გადავდგათ გაცილებით დიდი ნაბიჯებით და წავიდეთ გაცილებით დიდი ნაბიჯებით. აი ჩვენი უცხოელი ექსპერტი საუბრობდა სწორედ იმაზე, რომ ბუნებრივია ეს არ არის ის პროცესი, რომელიც ერთ დღეში განხორციელდება და ევროპული ქვეყნები წლების განმავლობაში მიდიოდნენ აქამდე, მაგრამ მიდიოდნენ და არა ერთ ადგილს კებდნენ. მაგრამ როდესაც ჩვენ არ გვაქვს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება იყოს სოფელში არჩეული ადამიანი სოფლის თქვათ პასუხისმგებელი სოფელში. რატომ არ შეიძლება იყოს თვითმმართველ ქალაქებში არჩეული მერი, როდესაც შეიძლება იყოს თბილისში. რა დააშავეს მათ? რა საჭირო არის ამ შემთხვევაში წმუნებული? ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვენდობით ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ამაზეც პასუხი არ არსებობს. ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს. თუ დავიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ მართლა რეალურად წავიდეთ იმ ევროპული გამოცდილებისაკენ, სადაც უკვე ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასავლელი, მაშინ სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული, მაგრამ ჩვენ უკვე 8 წელიწადია
და იგივე ვთქვებით და გაცილებით წინ ვიყავით წასული, როდესაც 2002 წელს ადგილობრივ არჩევნებში იყო ის დონე, რომელსაც სოფლის დონე ერქვა არჩევნების, მაგრამ ის გაუქმდა. ჩვენ წინ კი არ წავედით, უკან წავედით და ვსაუბრობთ იმაზე, რომ აი როგორ ფურცელზე ყველაფერი კარგადაა. ბატონ დავით. შეუძლია მოკლედ თქვა, უპირველეს ყოვლისა ცნობილია თუ ცურვა გინდა წყალში უნდა შეხვიდეთ, თუ ვთქვათ თეორიულად დაიწყებ ჯევლობას, შეუძლებელია ცურვა ისწავლო, ვთქვათ რაღაც ნახაზებითა და ასე შემდეგ. იმისათვის რომ გამოვცადოთ როგორ მოქმედებს თვითმმართველობა, უბრალოდ ეს სისტემა უნდა ამოქმედდეს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი საზოგადოებისა, მე არა მარტო პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს გულისხმობ, არამედ გულისხმობ და დღევანდელ მმართველ პარტიას არ გულისხმობ. მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს ბოლო 20 წლის მანძილზე და ადრეც სხვათა შორის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ საზოგადოებისადმი ნდობის ხარისხი იყო სამწუხაროდ ნაკლები. მათ ნაკლებად იციან ეს, ან კი ბატონო შეიძლება იციან, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი, ვინც ანალოგიური გზა გაიარდა, მე არა მაქვს ხელოვნებაში მხოლოდ თქვა ის კლასიკური მაგალითი, რომელიც წარმატებას მიაღწია იყო პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, თქვა იგივე უნგრეთი, დასავლეთ ევროპაზე და ვინც 500 წელი აშენებდა, აქ არა, აი უცებ ვინც გააკეთა ეს რეფორმები. ეს მაგალითები გვიჩვენებს აფრიკის ქვეყნების მაგალითები, რომელსაც ბევრამეში გადაგვისრეს ამ მიმართულებით, ყველა აფრიკულმა ქვეყანამ არა რა თქმა უნდა. გვაჩვენებს იმას, რომ როგორც კი დგება საშუალება, როგორც კი დგება რეალური მოტივაცია, რეალური ინტერესი, ადამიანები იწყებენ მოქმედებას საღი აზრიდან გამომდინარე. და ეს, თქვათ, შეხვედრები, რომელიც ჩვენ, თქვათ, ჩემ კოლეგებთან ერთად მართავით 500-მდე სხვადასხვა სოფელში ქონდა ამ წლების განმავლობაში შეხვედრა ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, იმიტომ თვითმმართველობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ. ის, რაც მე მესმოდა უჟგულში, რასაც ამბობდნენ თუში მეცხვარეები, სიტყვა სიტყვით იმეორებს იმას, რასაც ამბობს თვითმმართველობის ევროპული ქარტია, რომელიც კონვენცია და სავალდებულო შესრულება საქართველოსათვის და ეს არის ზუსტად იგივე პრინციპები, რასაც გასული კი არა 2 საუკუნის წინა საუკუნეში 60-იან წლებში წერდა ილე ჭავჭავაძე და ამაზე კარგად მე მგონი ვისაც საინტერესებს სოფლის მოწყობის თაობაზე და ის პრინციპები, რაც ქარტიაშია, რაც მე-19 საუკუნეში იწერებოდა, რასაც სოფლებში ადამიანები საუბრობენ, ეს არის ერთი და იგივე და ამის გაკეთება შეიძლება. მე მჯერა რომ ამის გაკეთება შეიძლება, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ჩვენ ვინმეზე ცუდი ვარ, შეიძლება ვინმეზე კარგი გასაგებია. ბატონ ფილიპს მინდა ისე ბოლო შეკითხვა დაუსვა და შემდეგ დავამთავრებთ გადაცემას. ევროკავშირს რა არჩევების მიცემა შეუძლია საქართველოსთვის და რა რეკომენდაციების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით? Well, first, allow me a remark on what was said earlier. იმაზე გავაკეთო მოსაზრების გამოთქმა, რომ ევროპაში სკოლია ყველაფერი არ არის კარგად ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესი. კი, არის დაუშვათ ყველაფერი გაწყობილი და დალაგებული, მაგრამ თუნდაც ჩემს ქვეყანაში უამრავი პაექრობა, ჩვენ ყავს აი მინისტრი დეცენტრალიზაციის საქმეში. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენს ბევრი რამე გვაქვს გადასაწყვეტი. საბედნიეროდ, მაინც ის მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ასე ვთქვათ აიქრობისა შედარების უამრავი კომისია, უამრავი კომიტეტი, ქარტიების მეშვეობით განხილვა, ევროპის საბჭო, უამრავი სხვა ორგანიზაცია, მთელი ქსელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებისა და ეს პაექრობა, ეს ფჭობა, რომელიც აი უამრავ ორგანოს მეშვეობით მიმდინარეობს, გვაძლევს საშუალებას, რომ მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. გვაქვს საშუალება, რომ მოვნახოთ დაუშვათ მოწყვლადი სუსტი ადგილები, ნაკლოვანებები და მათ გაუმჯობესებაზე გავამახვილოთ ყურადღება. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ძალზედ მრავალფეროვანია. სიტუაცია იცვლება ქვეყანას და ქვეყნისა და მიხედვით და აი საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ მიბაძოს, შეისწავლოს, მიიღოს მონაწილეობა ამ პარტნიორულ პროგრამებში, კონფერენციებში, რომელსაც მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათთან ერთად განიხილოს ყველაფერი. აი ერთ-ერთი კარგი საშუალება გახლავთ, რომ მოინახოს გზები და გაუმჯობესების საშუალებები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას. ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. დღეს საუბრობდით თვითმმართველობის საკითხებზე. რეკლამის შემდეგ კი წარმოგიდგენთ ინტერვიუს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერიშბოუსთან, ასე რომ დროებით გემშვიდობებით. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ ინტერვიუს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერიშბოუსთან.
Nice to meet you. Again in Georgia. First of all, thank you for finding time and პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო და პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. ჩემი პირველი კითხვა უკავშირდება ნატოს ჩიკაგოს სამიტს, სადაც შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროგრესს და რისი მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის? თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდეგი სამიტი შესაძლოა გაფართოების იყოს. ფიქრობ, ჩიკაგოს სამიტი იყო ძალიან წარმატებული როგორც ნატოსთვის, ასევე საქართველოსთვის. ჩვენ მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს. საქართველო იყო ამ სამიტზე ერთადერთი მონაწილე, რომელიც ესწრებოდა როგორც 4 ეგრეთ წოდებული ასპირანტი ქვეყნის შეხვედრას, ასევე წარმოდგენილი იყო 12 სხვა პარტნიორის ფორმატშიც, რომელთაც ნატოს საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ასე რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გამორჩეულ საზოგადოებაში იყო წარმოდგენილი, ისეთი ქვეყნის ლიდერებთან ერთად, როგორიცაა ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ირლანდია. რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებას ნატოში, ამ თვალსაზრისითაც სამიტი იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ალიანსმა დაადასტურა წინა წლების გადაწყვეტილება და მოკავშირეებმა აღიარეს, რომ საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს ამ გზაზე. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ დიდი ენთუზიაზმი, რომ გადაიდგას ნაბიჯები ახალი წევრების მისაღებად შემდგომ სამიტზე. ჰილარი კლინტონმა რა თქმა უნდა საკმაოდ ძლიერი განცხადებები გააკეთა ამ მიმართულებით, მაგრამ სურს ხაზი გაუსვა, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენ ჯერ ისიც არ ვიცით, როდის იქნება შემდგომი სამიტი და როგორი იქნება დღის წესრიგი. თავარი საქართველოსთვის არის პროგრესის, სამხედრო რეფორმების განხორციელებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი კონტრიბუციის შეტანის გაგრძელება. ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა მან დაამტკიცოს, რომ განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის განმტკიცებას და შესაძლოა ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც მეკავშირეები დააკვირდებიან იმის დასადგენად, რამდენად არის მზად საქართველო გადალახოს ნატოს წევრობის ბარიერი. ჩვენ არ ვიცით ადგილი, არ ვიცით დრო, მაგრამ ნათელია, რომ საქართველო აღწევს პროგრესს და უნდა გააგრძელოს მუშაობა. როგორ აფასებთ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის დასავლეთ ბალკანური ქვეყნების ჯგუფში მოხვედრის მნიშვნელობას? ყველა ქვეყანა არის განსხვავებულ საფეხურზე და მათ მიმართ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად იქნება მიღებული. მათი შესაძლებლობების, კვალიფიკაციის, დემოკრატიული რეფორმების მიხედვით. მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ჩვენ გვაქვს დინამიური პოლიტიკა. არსებობს 4 ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ და ეს ფორმატი იყო ვითარება, როცა დადასტურდა, რომ ღია კარის პოლიტიკა არ არის მხოლოდ სლოგანი. ეს არის რეალობა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაჟინებით აკაკუნებენ კარზე. მე ვფიქრობ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ განსხვავებული სიტუაცია. ნატომ განახორციელა სამხედრო ინტერვენცია ბოსნიაში, შემდგომ კოსოვოში. ხედავთ ქვეყნებს ამ ჯგუფში, რომლებიც არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაუსრულებელი საქმის ნაწილი. რაც შეეხება საქართველოს, ის განსხვავებულ გეოგრაფიულ სიტუაციაშია. ასევე საქართველო არის ნატოს სამხედრო ოპერაციის მყარი კონტრიბუტორი. ასე რომ ამ ჯგუფში არის განსხვავებებიც და იმის შესაძლებლობაც, რომ დადასტურდეს ღია კარის პოლიტიკა და ქვეყნებმა დაინახონ, რისი გაკეთებაა საჭირო წევრობისთვის. რა არის მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის გზაზე? შესაძლოა თუ არა, რომ ეს იყოს ეგრეთ წოდებული რუსული ვეტო? აქვს რუსეთს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ნატოს გადაწყვეტილებებზე? საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა აშკარად რთულია და მოკავშირეები აკვირდებიან, რა გავლენას იქონიებს ეს. ძალიან მოხარულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ გადადგა ნდობის აღსადგენად, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთთან, თანამშრომლობა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ის საკითხები, რომლებიც მოკავშირეებს ახსოვთ, თუმცა ამავე დროს ჩვენ ყოველთვის გვაქვს პოზიცია, რომ არც ერთ არაწევრ ქვეყანას არ აქვს ვეტოს გამოყენების უფლება ნატოს გადაწყვეტილებებზე და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განმეორებასთან ერთად ჩიკაგოს სამიტზე მეკავშირეებმა დაადასტურეს, რომ არავის გააჩნია ვეტოს უფლება. რუსეთის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ისინი ნატოს გაფართოებაში პირდაპირ საფრთხეს ხედავენ. ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ისიც კი განაცხადა, რომ 2008 წლის ომის მოტივაცია ნატოს გაფართოების შეჩერება იყო. ნატო თანამშრომლობს რუსეთთან გარკვეული საკითხების ირგვლივ. თქვენ გაქვთ ერთობლივი კომისიაც. თუ განიხილავთ ამ დიალოგის ფარგლებში რუსეთის პოზიციას ალიანსის ღია კარის პოლიტიკის წინააღმდეგ.
We do sometimes have discussions with the Russians. დიახ, ჩვენ ხანდახან განვიხილავთ რუსეთთან გაფართოების საკითხს. აშკარაა, რომ ნატოს გაფართოებას ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეაქვს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანებამ, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო, ევროპა უფრო უსაფრთხო გახადა, შექმნა პირობები არა მხოლოდ დემოკრატიის გამყარებისთვის, არამედ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებისთვისაც. ასე რომ ჩვენ პატივს ვცემთ, მაგრამ არ ვეთანხმებით რუსეთს, რომ ნატოს გაფართოებამ შესაძლოა ავნოს უსაფრთხოებას. ამავე დროს ვცდილობთ რუსეთთან პარტნიორობის დამყარებას, რადგან ვიცით, რომ რუსეთი ძალიან ბევრი ისეთი გამოწვევისა და საფრთხის წინაშე დგას, როგორიც აქვს ნატოს წევრ ქვეყნებს, რაც ბევრად უფრო მეტ საბაბს იძლევა თანამშრომლობისთვის. ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობის შემთხვევებიც, განსაკუთრებით ეს ეხება ავღანეთს. ურთიერთობა არ ვითარდება ისე კარგად, როგორც ჩვენ ამას ვისურვებდით და ჩვენ განვაგრძობთ ამაზე მუშაობას. ბოლო კითხვა ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ნატო და რუსეთი ვერ თანხმდება, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებია. როგორ აპირებს ალიანსი ამ საკითხის გადაჭრას და არსებობს თუ არა საფრთხე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რუსეთის მიერ კალინინგრადში ტაქტიკური რაკეტების განთავსების გამო? Missile defense is რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა კიდევ ერთი საკითხია, რომლის ირგვლივაც ნატო წლებია ვკამათობთ რუსეთთან. აქაც ვფიქრობთ, რომ რუსეთმა არასწორად გაიგო ის, რასაც ნატო აკეთებს. ჩვენი მიზანია ევროპის ფარგლებს გარეთ წამოსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა. ამ სისტემას რუსეთის წინააღმდეგ არ ვაშენებთ. შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი და რუსეთის ტერიტორიაც უფრო ეფექტიანად, მეტი თანამშრომლობით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოვახერხოთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დაკავშირება და ისეთი ფარი შექმნა, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს. ჩვენ მართლა ხედავთ ნიადაგს რუსეთის მხრიდან სამაგიეროს გადასახდელად, ვინაიდან მის წინააღმდეგ არ არსებობს საფრთხე, რომელსაც შესაძლოა უპასუხოს. იმედია სისტემის განთავსების შემდგომ ფაზებში, რასაც შესაძლოა მომდევნო 6-7 წელი დასჭირდეს, ჩვენ შევძლებთ ამ უთანხმოების გადალახვას. ვიპოვით თანამშრომლობის გზებს და აღარ იქნება სანერვიულო ისკანდერები თუ სხვა რაკეტები კალინინგრადში. რამდენად არის დამოკიდებული ნატოში საქართველოს ინტეგრაცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ნატომ ეს არჩევნები აღიაროს როგორც სამართლიანი და თავისუფალი? ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც მე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების დროს აღვნიშნე, არის ის, რომ საქართველოს წარმატება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის განმტკიცების საქმეში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოკავშირეებისთვის იმის დასადგენად, არიან თუ არა ისინი მზად მიიღონ საქართველოს ალიანსში. ამიტომ წლევანდელი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მას ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან ნატოს წევრი ქვეყნები. რამდენად არის ღია გარემო თავისუფალი კონკურენციისთვის, ყველა პარტიისა და კოალიციისთვის, არის თუ არა წვდომა მედიაზე, არის თუ არა გამჭვირვალობა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის თანაბარი გამოყენება. დიახ, მომავალ არჩევნებს ექნება ძალიან დიდი გავლენა და ყველა ის პრინციპი, რომელზეც მე ახლა ვისაუბრე, მნიშვნელოვანია თავად საქართველოსთვის. საქართველოს სჭირდება საკუთარი დემოკრატიის განმტკიცება ქვეყნის სასიკეთოდ. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საერთაშორისო დამკვირვებლებით, რათა ყველა საქართველოს შიგნით და ფარგლებს გარეთ იყოს დარწმუნებული, რომ ეს იქნება მართლაც თავისუფალი და სამართლიანი პროცესი, რომელიც საფუძვლად დაედება ძალის გადაცემას ახალი ლიდერისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის. ნატო 2014 წლისთვის ISAF-ის ოპერაციის დასრულებას და ძალაუფლების გადაბარებას ავღანეთის ეროვნული არმიისთვის აპირებს. იქნება თუ არა ამ დროისთვის ავღანეთის არმია მზად ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად? ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ავღანურ არმიას და პოლიციას სულ უფრო მეტად შეუძლია უსაფრთხოების დაცვა საკუთარ მხრებზე გადაიტანოს. ჩვენ კიდევ გვაქვს 2 წელიწადზე მეტი ოპერაციის დასასრულებლად. ჩვენ ხვდებით, რომ მათ დასჭირდებათ გარკვეული დახმარება 2014 წლის შემდეგაც, რის გამოც ნატომ ჩიკაგოს სამიტზე გადაწყვიტა, რომ იქნება ახალი მისია, უფრო მცირე ფორმატისა და განსხვავებული ამოცანებით, რომლის მიზანი იქნება რჩევა და დახმარება ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის. ავღანეთზე საუბრისას მინდა საქართველოს წვლილის შესახებაც გკითხოთ. ქართველი ჯარისკაცები მოკავშირეების გვერდით დგანან. როგორ აფასებთ მათ წვლილს და სამხედრო მომზადებას? საქართველოს წვლილი ავღანეთის ოპერაციაში არის განუზომლად მნიშვნელოვანი. ნატოს მეთაურებისგან ქართული შეიარაღებული ძალები იღებენ მაღალ შეფასებას. რა თქმა უნდა, ისინი იბრძვიან ყველაზე მწვავე ჰელმანდის პროვინციაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან მხარდამხარ.
საქართველოს საკმაოდ დიდი მსხვერპლიც გაიღო, არიან დაჭრილები და 16 დაღუპული. რა თქმა უნდა, ჩვენ თანავუგრძნობთ მათ ოჯახებს და ახლობლებს. ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს ზუსტად ხვდება, თუ რას ნიშნავს გლობალური უსაფრთხოება. იმას, რომ რაც ხდება ავღანეთში, მნიშვნელოვანია მისთვისაც. შესაბამისად, ეს არის საქართველოს როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის დემონსტრაცია. ქართველი ჯარისკაცების მომზადების დონე კი შედეგია იმ რეფორმების, რომელიც გატარდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში და იმ სწავლების, რომელსაც გადიან სამხედროები ავღანეთში წასვლის წინ აქ საქართველოში. ყველაფერი ეს იქნება გათვალისწინებული, როცა ჩვენ მიუახლოვდებით გაფართოების ახალ საფეხურს. Thank you very much. Thank you for interesting. ეს იყო ინტერვიუ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან. ევროპული არჩევანის დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს საღამოს 10 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.